მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ჩვენი ახალი შემეცნებითი არხი, სადაც მე გასწავლით ქართულიდან ინგლისურში გადათარგმნას ან პირიქით, ხოლო თეკლა გასწავლით ფრანგულს. ქართულიდან ფრანგულში ან პირიქით. ჩვენ ეს არხი შევქმნით იმიტომ, რომ უკეთ დაამოღამოთ ინგლისური და ფრანგული. ჩვენ ყოველ ვიდეოში გასწავლით რაღაც ახალს. მაგალითად, დღეს ამ ვიდეოში გვინდა გასწავლოთ, როგორ გავეცნოთ ახალ მეგობარს, ან გამარჯობა, ან ნახვამდის ელემენტარულს გადაგითარგმნით, ხოლო შემდეგ ვიდეოში უფრო და უფრო გავართულებთ ჩვენ ამ სიტყვებს და უკეთეს ჯერ რა ეხლა გავაკეთებთ ანუ ცოტა ადვილს რომ ცოტა გაიარო და მე გავართულებთ როგორც ელემენტ. ან ჩვენი ესეთი ეს თქვა ლექსიკონი ჯერჯერობით იქნება ამ გაცნობის ფარგლებში. მაგალითად, მე გეტყვით როგორ არის გამარჯობა ინგლისურად, თეკლა გეტყვით ფრანგულად. შემდეგ გეტყვით როგორ ახარ და რა თქმა უნდა ქართულსაც შევურევთ, იმიტომ რომ ქართველებმა უკეთეს ინგლისური და ფრანგული. რამოდენიმე სიტყვას ვიტყვით და რა თქმა უნდა თუ ვერ გაიგებთ, გადაგითარგმნით. კი ბატონო. მოდით დავიწყოთ. პირველი სიტყვა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის გამარჯობა. ინგლისურად ეს იქნება hi, hello და ფრანგულად იქნება bonjour. შემდეგი სიტყვა, მეორე სიტყვა იქნება კარგად, ანუ იგივე ნახვამდის. ინგლისურად ეს იქნება bye. ფრანგულად იქნება au revoir. მესამე სიტყვა არის როგორ ხარ? How are you and how are you today? ფრანგულად კი comment tu vas. მიხარია შენი გაცნობა, ინგლისურად იქნება nice to meet you and see you soon. ფრანგულად ეს იქნება c'était bien te rencontre. მეხუთე დროებით ინგლისურად იქნება see you soon და ფრანგულად კი à tout à l'heure. ჩემი სახელია ინგლისურად იქნება my name is Elene and ფრანგულად იქნება je m'appelle Tekla. მეექვსე სიტყვა ეს იქნება რას მეტყვი შენ შესახებ. ინგლისურად ეს იქნება let's say about you and ფრანგულად იქნება dis-moi je suis comment. მე რა გიყვარს. ინგლისურად ეს იქნება what do you like და ფრანგულად კი tu aimes quoi. სიტყვა რამდენი წლის ხარ. ინგლისურად იქნება old და ფრანგულად და quel âge. მოდი ახლა ამ ჩვენივე კითხვას პასუხი გავცეთ. მაგალითად, მე ვარ რა თქმა უნდა 13 წლის, თეკლა იქნება 11 წლის. როგორ გავცემთ კითხვაზე პასუხს? I am 30 years old. ხოლო თეკლა ფრანგულად იტყვის j'ai 11 ans. თუ გინდათ შემდეგ ვიდეოში უბრალოდ გაცნობის გარდა არსებით სახელებზე ვისაუბროთ, მაგალითად, როგორც არის მანქანა, როგორ არის კაბადებს გავს რაღაცეები, ან სხვა რაღაც ტიპის სიტყვები, რაც გაინტერესებთ, დაგვიწერეთ კომენტარებში და აუცილებლად ვისაუბროთ მაგაზე ინგლისურად, თეკლა კიდე ფრანგულად და ლაიქეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი. კარგად. Bye. C'était tout. Au revoir. See you soon. Bye.